კოორდინირებული შეტევის ავტორები და ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობები ღირებულებების დასაცავად ხელისუფლება საინიციატივო ჯგუფების საპასუხოდ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისთვის მზად არის. ვაკო მეზუნიშვილი გიამბობთ. ეროვნულ იდენტობას, ტრადიციულ ფასეულობებს, ეკლესიას, ისტორიულ გმირებს და ყველაფერს, რაც ქართველი ხალხისთვის ფასეულია, ხელისუფლება დაიცავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საინიციატივო ჯგუფების ინიციატივას ეხმიანება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უცხოური აგენტურის დაკვეთას, რომელიც ეროვნული იდენტობის მოშლას ემსახურება, საქართველოს საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობითაც დაუპირისპირდება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დაუშვათ ხელოვნურად სიზურლის სავსმოხვევა. ჩვენი საზოგადოებისთვის და ამისათვის იქნა მიღებული შესაბამისი კანონები და თქვენ ისეთ რომ ესეც კი გააპროტესტეს. ვის გააპროტესტა ამ კანონის მიღება, სწორედ ისინი ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან ხელოვნურად ესავენ სიზულს და აგრესიას ჩვენს საზოგადოებაში. რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების შეურაცხყოფას, საზოგადოებრივების შეურაცხყოფას, ჩვენი დიდი მეფეების შეურაცხყოფას, ესეც არის ჩვეულებრივი დაკვეთილი კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვი. ესენი არ არიან უბრალოდ მაგალითად უნიჭო ადამიანები, ხო? ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დაკვეთას და მათი დაკვეთის არსი არის მარტივი. მათ უნდა სცადონ ჩვენი ეროვნული იდენტობის რაღაცნაირად შესუსტება და ამისათვის აკეთებენ ამ ყველაფერს. ხელისუფლების ოპონენტები ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც ეროვნული ღირებულებების დაცვას ემსახურება. მცდელობას ფასეულობების დაცვა განსხვავებული აზრის დევნად წარმოაჩინონ, სპეკულაციურს უწოდებენ საპარლამენტო ოპოზიციაში. როდესაც შენ შეურაცხყოფას აყენებ, მით უმეტეს საჯარო სივრცეში, ისეთ ღირებულებებს, როგორც არის წმენა, ეკლესია, პატრიარქი, ტრადიციები, ეს რა თქმა უნდა დასჯადი უნდა იყოს. არავის არ აქვს უფლება, რომ აბსოლუტურ უმრავლესობის პოზიციებს მიაყენოს შეურაცხყოფა. დღეს თუ ვინმე საერთოდ უკრძალავს ვინმეს განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას. ასეთი რამე არ არსებობს. გამორიცხულია ესეთი რამე. ან სადმე ეწეროს და ან მომავალში კანონპროექტში შემოვიდეს. განსხვავებული აზრის სხვა რამეა და შეურაცხყოფა არის სხვა რამე. მმართველი გუნდის შეფასებით ერს, რომელსაც იდენტობა არ გააჩნია, ადვილად სამართავია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გარედან დაფინანსებული კოორდინირებული შეტევით არის მცდელობები ღირებულებების წაშლისა და საზოგადოების დაყოფის. გვეუბნებიან, რომ როგორ გითხრათ, ბილდსიტყვაობა, გინება, ბულინგი, ადამიანის ღირსების ყველანაირი, ასე ვთქვათ, მიუღებელი წესით შელახვა. ეს არის ჩვეულებრივი კარგი, ასე ვთქვათ, თავისუფლების, ასე ვთქვათ, საუკეთესო გამოვინება. მიმეორებ, ეს არის ბოროტი განზრახვა და ბოროტი არის ამ ასეთი იდეოლოგიის დამნერგავი. ამ ბოროტებას დაკანონებული სახე მიეცეს და ეს გახდეს ადამიანებს შორის და საზოგადოებაში ურთიერთობის და საზოგადოებრივი აზრის დეგრადაციის, ჩამოყალიბების კი არა, დეგრადაციის გზა. ეს რა თქმა უნდა არც ერთმა საზოგადოებამ და მით უმეტეს სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას. საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით საინიციატივო ჯგუფები მკაფიო საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ. ხელისუფლება კონკრეტული კანონპროექტების განსახილველად მზად არის.